საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თბილისში გამწვანება სერიოზული პრობლემების წინაშე დადგა. 90-იანი წლების ენერგოკრიზისმა საკუთარი დამღა ტყის მასივებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაასვა. საშეშედ 100,000-ობით კუბური მეტრი ხე მოიჭრა. უკვე დღეს მწვანე ნარგავები დაავადებებისა და ურბანული განვითარების მსხვერპლი ხდებიან. ყაზბეგის ქუჩაზე 42 სართულიანი კორპუსის მშენებლობისთვის მერიამ 45 ხის მოჭრის ნებართვა გასცა. საქმეს ახლა პროკურატურა იძიებს და გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი ჰქონდა თუ არა ადგილი კანონდარღვევას. ვიდრე გამოძიება დასრულდება, სამოქალაქო პროტესტმა აჩვენა, რომ თბილისში უკვე არსებული მწვანე საფარის მართვის სისტემა მოუწესრიგებელია და სერიოზულ რეფორმირებას საჭიროებს. სოსო ბარნაბიშვილმა იმუშავა რეპორტაჟზე, რომელსაც ახლა ნახავთ სიუჟეტის შემდეგ კი ნინო სულხანიშვილი, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი იქნება მოამბის სტუმარი. ხეივნის პირველ დღეებში გაველთეილეო ჩამოსული სტუმრები, რესპუბლიკის ხელმძღვანელები. ამ ნაძლებისა თუ კედრების ჩრდილქვეშ იმეცადინებენ, იკამათებენ მომავალი სტუდენტები, მომავალი მეცნიერები. შავ-თეთრ კადრებში წითელი ეპოქის თბილისს ამწვანებენ. ამწვანებდნენ წითლების წასვლის შემდეგაც. ხან ერთმა მერმა დაიკავა ბარი და ხანაც მეორემ დარგო ნერგი. დარგვასთან ერთად ჭრიდნენ მაშინაც, როცა სანაპიროზე ხეების ადგილას იუსტიციის სახლის სოკოები აღმოცენდა და კიკვიძის პარკში პოლიციამ ბუნებაზე იძალა და ჭრიან ახლაც, როცა ბუდაპეშტის ქუჩაზე და ყაზბეგის გამზირზე მშენებლის თუ დეველოპერის ინტერესებს ხეები ეღობება. წამოვიდა თავისუფალი ქვეყანა და ეს თავისუფალი ქვეყანა და დემოკრატიული პროცესებს არ დახვდა სწორი სტრუქტურები, ყველაფერი შენდებოდა გამწვანებულ ტერიტორიებზე და რაც მივიღეთ, დღეს მივიღეთ ეს ჩვენი თბილისი, სადაც არ არის ჰაერი, არ არის ჟანგბადი, ეკოლოგიური პროცესები ძალიან რთულია. თბილისი მისი ტერიტორიის ზრდის პარალელურად იფოთლებოდა, სადაც აშენებდნენ, იქ აუცილებლად ქმნიდნენ მწვანე გარემოს და რაც მთავარია, ყველახის ინვენტარიზაციას ახდენდნენ და მისი დაავადებების შესახებ ინფორმაციაც ჰქონდათ. დღეს კი ეს სისტემა გაუმართავია. არ არის კადასტრი საერთოდ თბილისში გაკეთებული, არც ერთი ხე სად არის და როგორ არის არ ვიცი. 99 წელს რო გაკეთდა, იმის მერე აღარ არსებობს. ეს არის აუცილებელი, იმიტომ რომ აი ეს ყოველ წუთიერი ნებართვები რო გადის, უკვე გამზადებული გაქვს. იღებ და იცი რომ აქ ეს ხე არ ვარგა, ან ვარგა. ხის ვარგისიანობას დღეს მეცნიერები აფასებენ. მათ დასკვნას მშენებლები იყენებენ. ამავე დასკვნას მერიაში ენდობიან. ამ ნდობას კი მერიას უპროტესტებენ. ამ ფონზე ხის დაავადებაზე გაცემული დასკვნის ავტორებს პროკურატურა იბარებს. ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურში კი რეორგანიზაცია იწყება. რეორგანიზაციის შემდეგ რაც გულისხმობს სამსახურის როგორც ფინანსურ ასევე ინსტიტუციურ გაძლიერებას არის ჩადებული რომ თავად შეძლო სამსახურმა ჰქონდეს ესეთი სტრუქტურა რომელიც მოახდენს დასკვნების გადამოწმებას, თავად ექნება შესაძლებლობა გარკვეულწილად სხვადასხვა სახის დასკვნები გასცეს მცენარეებზე და ასე შემდეგ. ხის ჭრის პრობლემის გადასაჭრელად არასამთავრობოთა ნაწილი ითხოვს ისეთ ცვლილებებსაც, რომლებიც ინფრასტრუქტურული თუ სხვა მშენებლობებისას უზრუნველყოფენ გარემოს დაცვითი ინტერესების გათვალისწინებას და გადაწყვეტილების მიღების ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე საზოგადოების მონაწილეობას. აუცილებლად უნდა იყოს საზოგადოებრივი ჩართულობა უზრუნველყოფილი ასეთი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, იმიტომ რომ მათი აზრი და საზოგადოების აზრი და საზოგადოების სიტყვა უნდა იყოს ნებისმიერი მთავრობისთვის, სტრუქტურული ერთეულისთვის, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს, მნიშვნელოვანი. არასამთავრობოთა და სპეციალისტების კიდევ ერთი მოთხოვნაა ისეთი სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ქალაქის გარემოს მდგომარეობის სრულფასოვან მონიტორინგზე და გადაწყვეტილებების მიღებისას გარემოს დაცვითი ინტერესების გატარებაზე. ეკოლოგიის და გამწვანების სამსახურში სულ 5 ადამიანია და ვერანაირად ვერ მოერევა აი ამ უზარმაზარ თბილისის ურბანულ პროცესებს. თუ კი სწორი აი სტრუქტურა არ აეწყობა, თვითონ ხეს რო ვდიოთ აზრი არ აქვს. დედაქალაქის ცენტრში ხეების დევნის გარდა თბილისის მერიას გარეუბნებში არსებული ტყეებიც მისახედი აქვს, რადგან 2010 წელს თბილისში დაახლოებით 8000 ჰექტარი ტყის ფონდიდან ამორიცხეს და სამართავად მერიას გადასცეს. შესაბამისად, გარემოს დაცვის სამინისტროს თბილისზე ხელი არ მიუწვდება, თუმცა 2017 წელს ტყის ახალი კოდექსი უნდა შევიდეს ძალაში. მომავალი კანონით შეუძლია მერიამ მიმართოს სამინისტროს და ამ ტყეს აღუდგეს ტყის ფონდში შევიდეს ისევ და არა მუნიციპალურ
სოციალური დაქვემდებარების ქვეშ, როგორც ის ახლა არის. თუ კი ამის საჭიროება ხაზგასმით ვამბობ, თუ კი ამის საჭიროება დადგება ან კონსულტაციების, ან შეხვედრების, ან ექსპერტების მოსაზრებების შესაბამისად. თუმცა ის რომ სწორად იმართოს, არც არსებული მოცემულობა არ უსლის ხელს. ახალი ტყის კოდექსი პირდაპირ სავალდებულოს ხდის, რა თქმა უნდა, საკომპენსაციო ღონისძიებებს. იმავდროულად პროცედურა, როდესაც თქვა გარკვეული манипуляციის შემთხვევაში არის ეს ინფრასტრუქტურული პროექტი თუ გადაუდებელი ღონისძიება თუ შეიძლება იყოს ეს თავდაცვის ან სხვა ინტერესები და საჭირო ხდება გარკვეული რაოდენობის ხელმცენარეების, ასე ვთქვათ, გარემოდან ამოღება, ითვალისწინებს, რომ შესწავლილი იქნას და განხილული იქნას აუცილებლად ალტერნატივები. და აი ამ ალტერნატივების განხილვაში მაქსიმალურად იყოს ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა. თბილისის განვითარებას ყოველ ეტაპზე ეწირებოდა სიმწვანე. ამ ადგილას ვაკის პარკში სპორტული და სხვა ნაგებობები ჩადგეს. სასტუმრო აჭარამ კი ბავშვთა გასართობის სივრცე შთანთქა. დღეს კი საუბარია ინვესტორებისათვის წლების წინ გაცემულ ნებართვებზე, მათ წინაშე ახლა წარმოქმნილ ვალდებულებებზე და ქალაქის განვითარების პროცესში ბალანსის ძიებაზე. ეს პროცესი 25 წელია მიმდინარეობს ქალაქში, ქაოტური მშენებლობები, არის მიწისნაკვეთები უმეტესი ნაწილი დედაქალაქის ცენტრში გასხვისებული, ხშირ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვაც აქვს და რჩება ხეების პრობლემა, ანუ მრავალწლოვანი ნარგავების პრობლემა, რომლებიც უნდა გადაიჭრას ისე, რომ მაქსიმალურად იქნას დაცული როგორც ქალაქის, ასევე ინვესტორის ინტერესი და ეს არის ყველაზე მთავარი სირთულე. ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ჯანსაღ გარემოში და მოითხოვოს ჯანსაღ გარემოზე ხელმისაწვდომობა. ამ მოცემულობის ფარგლებში უნდა მივიღოთ ეფექტიანი ეკონომიკური განვითარების გადაწყვეტილებების და ყველა სხვა დანარჩენი გადაწყვეტილებები. თუმცა ბალანსი აუცილებლად უნდა იქნას დაცული გარემოცდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური კომპონენტების. სხვანაირად აუცილებლად სადღაც რაღაც ხარვეზი გამოჩნდება და თუ ეს გარემოცდაცვითი ხარვეზები იქნა გაცილებით უფრო ცუდ ეფექტებს და შედეგებს მოიტანს, როგორც მოკლევადიან, ისე საშუალოვადიან და გრძელვადიან სურათში. მოკლევადიან სურათში ერთი ხის მოჭრაზეც თბილისში დროებითი მორატორიუმია გამოცხადებული. თუმცა რამდენი ხანი დასჭირდება წლობით დაგროვებული პრობლემის მოგვარებას უცნობია. რადგან გასათვალისწინებელია ამბაკო ბაბუას ინტერესები, რომელსაც ხის მოჭრა არ უნდა. გასათვალისწინებელია მეგზევეების ინტერესები, რომელთაც ეს ხე ეღობება და გასათვალისწინებელია იმის ინტერესებიც, ვინც ამ ხის მოჭრას აპროტესტებს. მემიწაზე არ დავდივარ, მე ტოტებზე მიყვარს დომ. პოლემიკაც ალბათ დიდხანს გაგრძელდება და თუ თანამშრომლობისკენ ყველა მხარემ არ გადადგა ნაბიჯი, შედეგიც არ იქნება ისეთი, როგორიც ამ ფილმშია. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ეს ფილმია და არა რეალობა.